ჩვენთან არის ღმერთი. დღეს თქვენ მოისმინეთ ღვთისმსახურებისას მონაკვეთი მათე სახარებიდან ძალიან მცირე, რომელიც ეხება მორიგი განრღვეულის განკურნებას. საერთოდ განრღვეულები ხშირად გვხვდება ჩვენ სახარების ისტორიაში, ან მოჰყავთ მაცხოვართან ეს პარალიზებულები, ან მაცხოვარი თავად მიდის მათთან, ან ისე ან ასე. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ასეთ, მე არ მოყვები თავიდან ბოლომდე, თქვენ იცით, წავიკითხეთ და მოისმინეთ ეს ყველაფერი. უბრალოდ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, რომ მოიყვანეს ეს განრღვეული მაცხოვართან და რომ იხილა სარწმუნოებაი მათი, ესე იგი, ვინ მოიყვანა, მეგობრები იყვნენ, ახლობელი, ნათესავები, შვილები, შვილიშვილები, ჩვენ არ ვიცით. მოიყვანეს განრღვეული, რატომ მოიყვანეს? იმიტომ რომ ბუნებრივია პარალიზებული თვითონ როგორ მივიდოდა. და რომ იხილა სარწმუნოებაი მათი, ანუ იმათი, ვინც მოიყვანა, უთხრა ამ განრღვეულს მაცხოვარმა, რომ მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. ამ სიტყვამ მითქმა მოთქმა გამოიწვია ებრაელებში, თქვენ იცით ეს ისტორია, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა, რომ როგორც მიუტევა ცოდვები, ასევე განრღვეულმა დაიწყო სიარული. აი ესე დამთავრდა ეს ისტორია. რა არის აქ მნიშვნელოვანი? ეს ბევრჯერ წავგიკითხავს, იმიტომ რომ ეს მეორდება ყოველ წელიწადს. ეს სახარებისეული თხრობები. შესაბამისად, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ აი ერთ მომენტს მივაქციოთ ყურადღება. რწმენის საკითხი. რწმენაზეც გვისაუბრია ადრე. რწმენა და ცოდნა, ცოდნა და რწმენა რომელია უპირატესი. ამას აღარ გავიმეორებთ. მაგრამ რწმენა, რა არის რწმენა? რა მდგომარეობაა რწმენა? ხა რასაც დღეს ვიტყვი, ცოტა რთულია გასაგებად, იმიტომ რომ თავად რწმენა არის ძალიან რთული ფენომენი. ჩვენ ხვდებით რაც არის, მაგრამ სიტყვაში გამოთქვა ამ ყველაფრისა ეს ძალიან რთულია. დასაფიქრებელია ყოველ შემთხვევაში. ცოდნასაგან განსხვავებით, ცოდნა რა არის? ცოდნა მე წავიკითხე, განვიხილე, დავშალე ატომი და მივიღე ცოდნა. დავინახე, შევეხე და ცოდნა შევიძინე. გასილებით ადვილი გასაგებია რაც არის ცოდნა. მაგრამ რწმენა რა არის? როგორი ფორმულირება შეიძლება ჩვენ მიუსადაგოთ ამ რწმენის საკითხს? ეს არის კავშირში იმ ადამიანებთან, რომლებმაც მიიყვანეს მაცხოვარი. მათი რწმენის გამო ხდება ეს განკურნება განრღვეულისა. პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ასეთ სიტყვებს. რწმენა არის სასოებადთა ნამდვილობა და უხილავ საქმეთა მტკიცებულება. მიდი და გაიგი ახლა. რწმენა არის სასოებადთა მტკიცებულება, ანუ ნამდვილობა. სასოებადი რა არის? სასოება არის იმედი. მაგრამ იმედი რა მდგომარეობაა? იმედი ხელშეუხებელია. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი ასეთი იქნება. შეიძლება საერთოდ არ იყოს. მაგრამ რწმენა რა არის, ნახეთ? მე რისი იმედიც მაქვს, იქნება თუ არა, ესე კი არა მაქვს. ანუ სასოებადთა ნამდვილობაა ეს. ანუ რწმენა არის ის მდგომარეობა, რასაც მე ვსასოებ, ის რომ უეჭველად მოხდება. აი ეს არის რწმენა. თურმე. ძალიან რთულია, ამიტომ ვთქვით თავიდანვე. და კიდე მეორე ფორმულირება პავლეს თქმული. და უხილავ საქმეთა მტკიცებულება. უხილავი რატოა? იმიტომ რომ მე რასაც ვსასოებ, ის ხელშეუხებელია.
სასოება ხელშეუხებელია. სულიერი საქმეა იგი. მაგრამ აი ამ სულიერ საქმეს, რომელსაც მე ვერ შევეხები, ვერ დავინახავ, ვერ განვიხილავ. აი მიუხედავად ამისა, აი ამ უხილავ საქმეს მე რო ვამტკიცებ, რო ასია. აი ეს არის რწმენა პავლე მოციქულის თანახმად. მოგვიანო პერიოდის მოძღვარი, ჩვენ ამ ბოლო პერიოდში რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვეხებოდით უდიდეს კაბადოკიელ მოძღვარს, წმინდა გრიგოლ ნოსელს და ვინც ბრძანდებოდით, ეს საუბრები თქვენ კარგად გახსოვთ. აი დღეს შევეხოთ ალბათ კი არა, ალბათ ესია ნამდვილად ყველაზე რთულად გასაგებ მოძღვარს, ურთულეს მოძღვარს, რომელსაც თუ ვერ გაიგე, უნდა გადადო ეს სიგნი მისი. ეს მოძღვარი არის მაქსიმე აღმსარებელი. გაზრდილი გრიგოლ ნოსელის ღვთისმეტყველებაზე, პირველ საუკუნეების მოძღვრებაზე, მოციქულებრივი მამების მოძღვრებაზე, კაბადოკიელების და ორიგენეს მოძღვრებაზეა გაზრდილი და დიონისი არეოპაგელის და გრიგოლ ღვთისმეტყველის უბადლო მცოდნე, ურთულესი ჭკუისა. თვითონ დაურთო თითქოს კომენტარები რთულ ადგილებს წმინდა წერილისა, წმინდა მამათა გამონათქვამებისა, მაგრამ თავად თვითონ არის გასამარტი ხანდახან, იმდენად რთულია. და რწმენას როგორ ესეთი ფორმულირება მე პავლე მოციქულის შემდეგ არსად არ შემხვედრია მართალი. შეიძლება არის, მე არ შემხვედრია ასეთი რთული ფორმულირება თუ რა არის რწმენა. მაქსიმე ამსარებელი მოღვაწეობდა მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, გარდაიცვალა 662 წელს. თქვენ იცით, რომ საქართველოშია ის დაკრძალული. აი ეს მაქსიმე ამსარებელი ერთ ადგილას, კერძოდ თუ გაინტერესებთ, რა ვიცი, იქნება ვინმე საინტერესებს, წყაროსაც მიგითითებთ. 33-34 ქვეთავები თალასესადმი თავებისა. სულ 65 თავია თალასეს მიწერა თალასემ, ესე იგი წინამძღვარმა ვინმე თალასემ პასუხები, კითხვები დაუსვა მაქსიმე ამსარებელს და მაქსიმე თავის მხრივ პასუხებს სემს ურთულეს საკითხებს. თალასეს აი 65 თავთაგანი 33 და 34 თავებია, საიდანაც ახლა მე გესაუბრებით. მაქსიმე ამბობს ასეთ ფორმულირებას. ეს ბავშვები გააჩერეთ, თორე ვერაფერს ვერ გავხდებით ჩვენ დღეს. რწმენა მაქსიმეს თანახმად არის უსახო ღვთისასუფეველი. ხოლო ღვთისასუფეველი ღვთისსახოვანი სახექმნილი რწმენა. ურთულესი საკითხებია, ურთულესი გამონათქვამი. მაგრამ რო ჩაუფიქრდეთ, ძალიან ადვილია ამ დროს გაგება. მორწმუნე კაცი არის უსახოდ უკვე სასუფეველში. უსახო რას ნიშნავს? გამოუსახველი, ჯერ არ დამდგარი. სასუფეველი მთლიანობაში გაიხსნება მომავალ ცხოვრებაში, როცა წავალთ აქედან ჩვენ. მაგრამ მორწმუნე კაცი უკვე სასუფეველშია. მაგრამ გამოუსახველია ეს სასუფეველი. ამიტომ უწოდა მაქსიმემ რწმენა არის უსახო სასუფეველი. და პირიქით, ღვთისასუფეველი კი არის ღვთისსახოვანი უკვე სახექმნილი რწმენა. აი ესე იგი ღვთისასუფეველში რომ მოხვდები, უკვე ჩამოყალიბებული სახე მიღებული რწმენაა შენი. აი ეს არის მაქსიმეს თანახმად. მაგრამ აი საქმე რატო დაუკავშირა ამ დიდმა
გონებამ როგორც მოგახსენეთ ესეთი ფორმულირება რწმენისა არ მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია. იყვნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, დიდები იყვნენ, ადრე ვისაუბრეთ ამ ხალხზე. მაგრამ ესეთი ფორმულირება მე არცად არ შემხვედრია, რასაც მაქსიმესთან ხვდე. ეს ხომ მხოლოდ გონება არ არის. ეს არის განცდითად ნათქვამი აუცილებლად. ეს არის გადახარშული და განცდილი მდგომარეობა მისი. მაგრამ კითხვა იბადება, რატომ დააკავშირა რწმენა ღვთის სასუფეველთან მაქსიმე ამსარებელმა? რატო ჩამოაყალიბა ასეთი ფორმულა? ურთულესი თავის თავად, რა თქმა უნდა. ეს ჩამოაყალიბა იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, ჯერ ფორმულირებას ამბობს და შემდგომ 34 ქვეთავში ხო გითხარით 33 აი 34 თავში აყალიბებს სწავლება ზოგადად რწმენის შესახებ. კითხვა თალასესი არის ასეთი, მაქსიმესადმი გაგზავნილი. თალასე ეკითხება, აი სახარებაში წერია სიტყვები, რომ ვინც სარწმუნოებით ითხოვს, ის აუცილებლად მიიღებს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ვინც ითხოვს, ყოველთვის არ იღებს, რაც უნდა რომ მიიღოს. და გამეცი ამაზე პასუხი მაქსიმეს უგზავნის შეკითხვას. და გვერდ ნახევარი პასუხია. მაქსიმე რას ამბობს? ჩვენ ამ ფრაზებს როგორ ვიგებთ, სახარებისეულს როგორ აღვიქვამთ? ჩვენ ვამბობთ ესე წარმოგვიჩნდება, რომ მე თუ მწამს რომ მივიღებ, რასაც ვთხოვ, ესე იგი მე მექნება. შესაბამისად ადამიანები თხოვენ მომე ჯანმრთელობა, მომე ბედნიერება, მომეცი წარმატება, შვილის კარგი გათხოვება, სახლი მინდა და ასე შემდეგ. ღმერთი არ უსრულებს ამ ყველაფერს. მაქსიმე თვითონ ამბობს. მაშინ სიტყვები მაცხოვრისა, რომ თუ კი სარწმუნოებით ითხოვთ, მოგეცემათ, ეს რას ნიშნავს? რა კუთხით უნდა იყოს გაგებული? და ამბობს ასეთ რამეს. სარწმუნოებით ითხოვს მხოლოდ ის, რომელიც მორწმუნეა. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, სარწმუნოებით რო ვითხოვ, რომ მომეცი და მომეცემა კი არა. მე რო ვითხოვ, მე მორწმუნე უნდა ვიყო. და მაქსიმე აგზელებს. მორწმუნე კი ხვდება, რაც უნდა სთხოვოს. შემოატრიალა გონება კაცისა მაქსიმემ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და დავალაგოთ მაინც. ესე იგი, სარწმუნოებით რო ვითხოვ, რომ მომეცემა და მე მწამს რომ მომეცემა, ეს კი არ იგულისხმება აქ. მე რო ვითხოვ, სარწმუნოებაში უნდა ვიყო, რწმენითად უნდა ვცხოვრობდე. და მორწმუნე კაცი ხვდება და იცის, რაც უნდა სთხოვოს. ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს? მორწმუნე კაცმა იცის, რაც უნდა სთხოვოს. ეხლა ღვთის სასუფეველს დაუბრუნდეთ, რა საიდანაც დავიწყეთ. მორწმუნე კაცი როგორ ცხოვრობს, მაქსიმე კითხულობს. მორწმუნე კაცი მომე კი არ ცხოვრობს ესე. იმას არ გაუკეთდება არაფერი. მორწმუნე თუა კაცი ცხოვრობს როგორი პრინციპით? ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა. და ეს ყოველივე მოგეცემა თქვენ. სახარების სიტყვებია, მეექვსე თავი მათე სახარებისა. ბოლო მუხლები, ესე მთავრდება ეს თავი მათედან. ესე იგი, თუ კი მორწმუნეა კაცი, მომეცის კი არ ამბობს. ცხოვრობს პირველად და ეძიებს ღვთის სასუფეველს. და ღვთის სასუფევლის ძიება რას ნიშნავს?
ღვთისასუფეველის ძიება ნიშნავს მხოლოდ ერთს. ეს ნიშნავს ვნებებისაგან გათავისუფლებას. მომხვეჭელი რო ვარ და ანგარებიანი, ცოტა ჭკუას უნდა მოუხმო და თუ ბევრი მაქვს ხას მივცე. შურიანი თუ ვარ, უშურველობაში უნდა ვიცხოვრო, ცდილობდე უნდა. და ასე შემდეგ და ასე ვნებებისაგან თავისუფლებას ნიშნავს ქრისტიანობა. და ასეთი კაცი, რომელიც ღვთისასუფეველის მაძიებელია, ღმერთს რას თხოვს? მომეცი გათავისუფლება ვნებებისაგან. და აი ეს თუ ეძიებ ღვთისასუფეველს, აი ეს მოგეცემა შენ. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, მაქსიმეს თქმით, მორწმუნემ რომ იცის რა უნდა სთხოვოს, ერთადერთს თხოვს, ღმერთო მომეცი მოვემზადო ღვთისასუფევლისათვის. ვნებებისაგან გათავისუფლება მომეციმე. ამიტომ თქვა მაქსიმემ, რომ მორწმუნემ იცის რაც უნდა სთხოვოს. და ამიტომ ეძლევა შესაბამისად მერე ამის შემდგომ, როგორც თავად თქვა მაცხოვარმა, და ყოველივე შეგეძინება შენ. არა ისე რომ მე წამს რომ მომეცემა რაც მინდა. ეს არის ურწმუნო კაცის თხოვნა, ამბობს მაქსიმე. ამიტომაც არ ეძლებათ არაფერი ადამიანებს. რატო? ღვთისასუფეველთან კავშირი არ არის. თუ კი მე ღვთისასუფეველთან კავშირი მაქვს, ესე იგი ვარ მორწმუნე. და ის ფორმულირება, რომელიც რთული იყო თავიდან რო თქვით, ამიტოა დაკავშირებული ღვთისასუფეველთან. გავიმეორებთ, რომ რწმენა არის უსახო სასუფეველი და ღვთისასუფეველი ღვთისახოვანი სახექმნილი რწმენა. აი ეს არის მთელი ანი და ხოე აი ამ მაცხოვრისეული თქმისა. და უეჭველია, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც მივიდნენ მაცხოვართან, რომელიც ჩვენ არ ვიცით ვინ არის, პირველად ეძიებდნენ ღვთისასუფეველს. და ამიტომ მათი მეგობარი თუ ახლობელი თუ ნათესავი ეს განრღვეული, განიკურნა, შედეგი იყო ეს იმ მაძიებლობისა, რაც მათ უნდოდათ. ჯერ ის უნდა ეძიო თუ მორწმუნე ხარ. მორწმუნე კაცი ფულს არ ეძებს. მორწმუნე კაცი ბინებს არ ეძებს და ამიტომ არ ლოცულობს ეკლესიაში. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. მაქსიმე ამბობს ამას. თუ ამიტომ შენ დადიხარ, არაფერი არ მოგე, ჯანმრთელობა ხო გინდა შვილების, სთხოვე კი, მაგრამ შენ პირველად რისთვის ახარ? ხარ მორწმუნე საერთოდ თუ არა? აი ურწმუნო ხალხი ითხოვს იმ ყველაფერს გარდა ღვთისასუფევლისა. ჭკუა მომეცი ღმერთო, რომ ვნებებისაგან გავთავ. ვინ ამბობს ამას? რომელიც ჩვენგანი ცხოვრობს ესე, როგორც მაქსიმე და მაცხოვარი ამბობს მანამდე და მე მაქსიმე თარგმნის ამ ყოველივეს. თითქმის არავინ. და მე გვიკვირს, რატომ მე ხო ამდენი სანთელი, ამდენი ამბავი გავაკეთე ეკლესია, ამდენი შევწირე ეკლესია, რატო არა კაცო? რატო არ მეძლევა? იმიტომ რომ შენ ღვთისასუფეველთან კავშირი არ გინდა. შენი მიზანი სულ სხვა არის. და გინდა ათეისტი იყავი, მატერიალისტი. და გინდა ასეთი მორწმუნე ბჭყალებში, რომელიც ეძიებს მხოლოდ იმას, რასაც არ უნდა ეძიებდე. იმიტომ რომ თუ იმას ეძიებ პირველ რიგში, შენ ხან ურწმუნო. ურწმუნო ხალხი ეძებს ამ ყველაფერს. და ღმერთიც ამიტომ ჭირდებათ თურმე. აი შეძლების დაგვარად, არ ვიცი როგორი გასაგები იყო, არ ვიცი, მაგრამ მაქსიმე უფრო გაუგებარია, მართალი რო გითხრათ. მე ხო ენა ბრგვილი ვარ, მაგრამ ის უფრო მეტად
გაუგებარია დამერწმუნე. თუ წაიკითხავთ, კი ნახავთ თქვენ. ასე რომ მორწმუნე კაცის ცხოვრება არის ასეთი. როცა ითხოვს, ღვთის სასუფევლისათვის ითხოვს. და ღვთის სასუფეველის გზა არის ნებებისაგან მეტნაკლები თავისუფლება. მერე დანარჩენი მოეგება შედეგად და არა პირიქით. თუ პირიქით ითხოვ, მაშინ არ მოგეცემა და უნდა იცოდე ეს, რომ არ მოგეცემა. რატო? ურწმუნო ხარ და მაგიტო. აი ეს არის და ეს. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გული გონიერი და ის რწმენა, რომელიც დღეს სახარებაში ჩვენ აღნიშნეთ იმ მეგობრების სახით, რომლებმაც მოიყვანეს მაცხოვართან ეს განრღვეული ადამიანი. ჯვარი გეწეროთ.